გადაცემის სპონსორია პრეზიდენტის ლაბნე. პრეზიდენტი, როცა სიამოვნება მნიშვნელოვანია. გადაცემის სპონსორია ფინო. ფინო, როცა სახლში სიმყუდროვეა. MasterChef-ის სპონსორია La Familia. La Familia, როცა შედეგი მოლოდინს აჯანყებს. გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია Sandomi. MasterChef-ის სპონსორია სუპერმარკეტების ქსელი ჯორჯიტა. ჯორჯიტა, ხარისხიანი არჩევანი. MasterChef-ის სპონსორია ბასო. ბედნიერება ბასოთი იწყება. MasterChef-ის სპონსორია Selpaki. MasterChef-ის სპონსორია Ninja. Ninja, მიიღებეთ. MasterChef-ის სპონსორია მინერალური წყალი ბორჯომი. გახსენი, ისიამოვნე, შეიგრძენი სიმსუბუქე. MasterChef-ის სპონსორია Qualico. ქათმის პროდუქტების ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე. გადაცემის გენერალური სპონსორია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. გამარჯობა. მე ვარ თინა ბულაძე, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ვარ ცნობილი როგორც თიკოშა. გინდა იყო ბედნიერი. იყავი. TikTok-ზე ახლა ყავს 116,000 გამომწერი. ყველა მიყვარს და მე დღეს სორბეტისთვის გამოვიყენებ Ninja Blenders. ვარ 24 წლის ბათუმიდან, პროფესიით ვარ ვიზაჟისტი. ძალიან მიყვარს მაკიაჟების კეთება. დღეს ვაკეთებ დესერტს, იმიტომ რომ ჩემი აზრით გოგოებს სიტყვა უხდებათ. აუცილებლად დამიჭირდება La Familia-ს უმაღლესი ხარისხის ფქვილი, აი ეს ექსტრა. დღეს ვამზადებ სტაფილოს კექს დარიჩინით და მოხალული ნიგზით. ასევე დავუმატებ ფრაბნეს კრემყველის კრემს და ზემოდან იქნება ეს ცოტა სიმჟავე რო შემოიტანოს ჟოლოს სორბეტი. გაგასიჭებთ თუ გინდა. მე ჩავაბარე ლინგვისტიკაზე, ანუ ასე თუ ისე ვარ ინგლისური ენის თარჯიმანი და მასწავლებელი. ასევე ჩინურის, მაგრამ უკვე დამავიწყდა. არც ვსწავლობდი კიდე. მაგრამ ეს ამაჯერად მამაჯები მომკლავს. ფროშით გავრეცხავ ჭურჭელს. დედა ჩემი ახლა შოქში იქნება. არ ვიცი, ახლა ჩემი ბიძაშვილი არის MasterChef-ის უდიდესი ფანი და შეფ კონსტანტინე ცოტა ისეთი მიმიკებით გამოირჩევაო და არ შეგეშინდეს. რავი რა. რაღაცას გამოვუყავი კომუნიკაციის გზას. კიდე მინდა ბორჯომი. თქვენ გაგიმარჯვეთ. ფინოს მაგიდის სტილო მჭირდება ახლა ძალიან და დროც ცოტა დავხედა. გამარჯობა, თქვენ გავთ 5 წუთით რომ გაგვეცნოთ და კერძი დაამთავროთ. მე მქვია თინათინი, ვარ 24 წლის ბათუმიდან. პროფესიით ვარ ვიზაჟისტი. ძალიან კარგ მაკიაჟებს ვაკეთებ და იმედია რომ რავი რა,
არა უშავს კერძებსაც. წესი დახატული კერძი უნდა მოიტანო. უკვე არა? ხო და სილამაზის კონკურსი კი არა, კერძის კონკურსი გვაქვს. სილამაზე ჩემი ძლიერი მხარეა. თვალებში აქ კერძის უნდა იყოს. ეგეც. ნახოთ. რასამზადო? რა მოგვიმზადო? სტაფილოს კექსი, დარიჩინით და მოხალული ნიკოზით. ძალკე იქნება კრემ-ყველის კრემი და ჟოლოს სორბეტი. კრემით ხელი ხო არ მოგივი? იცით რა, თავიდან გეგმაში სულ სხვანაირი იყო. მაგრამ მე უბრალოდ დინებას გავყევი. და რატო გადაწყვიტე ვიზაჟისტმა რომ კულინარიაში ცადო ბედი? უფრო ეხა კონდიტერიაში. მიყვარს სიახლეებით ჩემს ცხოვრებაში. რატომაც არა. მანამდე ამზადებდი რამეს? აჭარელი გოგო არა, აჭარული ოჯახი და მიწის. რაღაცა საახალწლო ნამცხვარს გავს შორიდან. ამ თეთრი შოკოლადი მოაცილე. ხო თეთრი შოკოლადის კრემი აქვს ხოლმე. თქვენზე იცით მაფრთხილებდნენ. უჟმურიაო? ხა. მერე? რა, ჯერ მომწონხართ. იმდენად კარგია, რომ კიდე გჭირდებათ, ხო? ან პირიქით. არა. დარწმუნებული ხარ შენ თავში? თავდაჯერებული გოგო ვარ. და მე კრემა თავდაჯერებულობას აწაიღო. ცუდი ურთიერთობა გქონდა მე და კრემს. კრემი რომ არა, соуსი გახდა. ბისკვიტი კარგია. კრემს არა, უფრო соуს დავარქმევდი და სორბეტი ძალიან არომატულია. ნახოთ, რა სიტყვის იმათი პირი. ლაპა. გამარჯობა. გაგიმარჯოს. როგორ განწყობაზე ხართ? მე გადასალე. ლევანზე რას გეუბნებოდნენ? შეფლევას ერთხელ შევხვდი ბათუმში. არ ვიცი მას ახსოვს თუ არა, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს. სინორი მოგვიემზადა. და ძალიან ისეთ სინორს ველოდებოდი, სტანდარტულ აჭარულს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად გავსინჯე სინორი ორაგულით და ხიზილავით და კიდე რაღაცის მუსიკა ჰქონდა გაკეთებული. შავი ნიორია. ხა. მანუელზე რა სიტყვი? კეთილი სახე აქვს. აბა, ისეთი ბრაზიანია რომ არ იცი. მიჩვეული ვარ, მამამ კაცრი მყავს. არა უშავს. ხო, სორბეტი არომატულია, გემრიელია. ბისკვიტს არა უშავს. ცოტა სიმწარეა. ჩემი აზრით ალბათ მუსკატის ხმილი მომიტაბე. აი ცოტა სიმწარისკენ გადაყავს და კრემი არ გაქვს. გამარჯობა. გამარჯობათ. რითი დავიწყოთ? დადებითი ემოციები, ხო ალბათ? სორბეტს აქებენ მსმენია და რა, ცადოთ აბა. მე სამი დავიწყე. მე არ მეგონა რომ ბისკვიტი ესეთ გემრიელი იქნება. კიდევ ვიქა. იცი რამ გიშველა? რა? მერმა ნიგოზმა. რატომ? ამ ნიგოზმა მისცა ეს ცოტა ხაშუნა ტექსტურა. სიტყვა ხო შემოვიტანე დღეს. ამდენი ძირითადი კერძების შემდეგ. ძალიან მაინტერესებს ბათუმში რო წახვალ, თან წაიღებ წინსაფარს თუ უწინსაფროდ ჩახვალ იქ. მაგის გარეშე არ შემომიშვებენ ქალაქში. მელოდებიან. ერედა პრინციპში ცუდი იდეა არ არის. დარჩეს თბილისში. დავტოვო? დავტოვო თბილისში. მე მოგცემ ერთ შანსს, რომ ბათუმელებმა არ გაგწირონ, შეგიშვან ქალაქში და ჩემგან გაკ ერთი კი. ლაპა. ლევან. კარგი რა. შეუშვათ ქალაქში გოგო. შეუშვათ კი ბატონო. მეც გეტყვი კი ეს. ორი კი და გეუბნები კი ის. ხა ვიტირე.
მადლობა. მაი არა პრობლემა. აი არა. შენ გაქვს 3 კი აიღე წინსაფარი და გელოდებით შემდეგ ეტაპზე. სულ არ ხარ საშიში, რა ვიცი რას მაქვს. მე ნახე, ანუ აჭარიდან მოის მაი ამბავი. მიხდება? კი, ძალიან. წითელზე. მადლობა ძალიან დიდი. არა პრესი. წარმატებები. აბა თუ გახვალ მაგ ზოლში. მოდი. It was delicious. ძალიან ნერვიულობდი. ახაც ნერვიულობ, რა ვიცი, კი მივიღე 3 კი, მაგრამ მაინც ნერვიულობ. მადლობა ძალიან დიდი. გამარჯობა. მე თომოია ტაკაჰაში მოკბია. იაპონიიდან ვარ. 43 წლის ვარ. ცოტა ნერვოს, მაგრამ ძალიან მიხარია. დღეს მე გავაკეთებ თუთმაჟი. თუთმაჟი არის სამხეჯავახტიდან საჩიმერი. იქნებს სანდეს გაწური მაწონი და მე გავაკეთე არაჯანი და ნადუგის ერთად გავაკეთე. ბორჯომის ნატურალური გაჟიანი წყარი. ხობერაზე კაია. მომწონს. გამარჯობა. 5 წუთი გაქვს დრო. თან მოამზადე, თან მოგვიყევი ვინ ხარ, რა ქვია, რა გვარი ხარ, საიდან ხარ, რა გინა ჩვენთან და რა კერძს ვიმზადე. მე თომოია ტაკაჰაში მოკბია. იაპონიიდან ვარ და მე აქ ცხოვრობ 4 წელს. 4 წელს ხო. მაგრამ მე პირველი ნამკოპი იყო 8 წელი წინ. იმიტომ რომ მე ტოკიოში დავურიე ქართული ნატურალური ღვინო და რა კაია მაგარია მე ბევრი ჯერ გასინჯე საფრანგეთი იტალიური ესპანეთის ღვინო მაგრამ თქვენი ნატურალური ღვინო იყო სქვა იყო დედამიწაზე არ არის მინდა ქართული საჩმე და ქართული ღვინოს რესტორანი პატარა ბარი ტოკიო ან იაპონიაში და მე ვისწავლე ქართული საჩმერები აქ და მე ეხლა გავაკეთე ღვინო. შენ გააკეთე? ხო, მე გავაკეთე ეს ღვინო. ქვევრში გააკეთე ტრადიციულად? ხო, ქვევრში, ხო. და ეს კრუზენი არის იმერიორიდან ვანი ვქბია. და ვანი არის ძალიან კარგი ცორიკორის ადოგი. და მე გავაკეთე ცორიკორი. რას გვიმზადე? თუთმაჟი. და ეს მაკარონი არის უდონი ვქბია. უდონ არის იაპონიის ტრადიციული საჩიმერი. I know, უდონ. კი, და მე გავაკეთე ეს კარგი ქართული და იაპონიის მიქსი. და საინტერესო. ეს სოში არის ნადუგი და ნაიბარი გაწური მაწონი და არაჯანი და კვერცხი და ცოტა ფქვილი. ჩვენთან რატო მოხვედი? იმიტომ რომ ეს ტელევიზორი ძალიან ცნობილია და მე გავაკეთებ საჩიმერს. ო, ტელევიზორი ყველა მიცის. და თქვენი მასტარ შეფი. გადაცემა. აბა ვნახოთ. ჩვენ აქ. ეს ხახულია? ეგ არის ცხარე სოუსები. იაპონიის ცნობილი სოუსები და შიიტაკე მაშრუმ, შიიტასოკო და კომბუც, ცუგვის ბარაჰი. ეგ არის უმამიანი და მე ძალიან მომწონს ლუძის პროდუქტი და უმამიანის ერთად ჩამ. ძალიან კარგი კომბინაცია. მე ძალიან მომწონს. მადლობა დიდი. მადლობა დიდი. კარგაცა გაქვს შეზავებული ის ხახვიც აი ეს სუნელები ძალიან მოუხდა. აი ეს ცხარე სუნელი. კარგია, ბრავო. მადლობა. აბა ღვინო ვნახოთ.
სხეულიანი? ან ფილტერი არ არისო. ცოტა მღვრია, მაგრამ დასაწურია, დიდი ხანი არ გადასაღები გაქვს ეკოლოგია, ხო? არ გიბიჭი ხარ. გემრიელია სხვათა შორის. ის წიძაგა კაია. ძალიან ცხარე არ არის, მაგრამ გემრიელი. კარგია, გემრიელია. მადლობა. კაია. მე მოვისურვებდი უფრო მეტ კარამელიზირებულ ხავს. და ალბათ უფრო მეტ ერბოს. ეს ხორი უდონი კაია. კაი ღვინო. მომეწონა. დიდი მადლობა. საინტერესო გემოა. ვისურვებდი соуსი ოდნავ თხელი რომ ყოფილიყო, ბევრად კარგად იქნებოდა ამ ცომთან მიმართებაში. მადლობა. ჩემი ინტერპრეტაცია ქართულ-იაპონური ესე დავარქვათ. მე მგონი საკმაოდ საინტერესო და კარგი გამოგივიდა. და ნუ რა თქმა უნდა, ესეთი ღვინის თანხლებით ღვინო მართლა ძალიან მომეწონა და წარმატებები არ გაჩერდი ამაზე, გააგრძელე ღვინის კეთება. ამიტომ ჩემგან გაქვს კი. მადლობა. რომაია, ჯერ პირველ რიგში მიხარია ის, რომ მოგწონს საქართველო, იმდენად რომ გასტრონომიასაც ეუფლები, ღვინოსაც, კულტურას. რაც შეეხება კერძს, ძალიან გემრიელია, ძალიან უხდება აი ეს იაპონურ-ქართული ნაზავი ერთმანეთს. ის სუნელიც ძალიან მომეწონა, ის ცხარე სუნელი რაც არის. და ნუ ხო რა, ერთადერთი ეგ არის, რომ ცოტა მეტი გამბედაობა, ერბო ცოტა მეტი, соуსი ცოტა თხელი, რომ ეს ყველაფერი კარგად აურიო და მშრალი არ გამოვიდეს. მადლობა. ამიტომ მეც გეუნები კის. Yes. მადლობა. მე გეტყვი ამ ექსპერიმენტებისთვის კის. თქვენ გაქვთ 3 კი და გადასული ხართ შემდეგ ტურში. დიდი მადლობა. მადლობა. აი ხარ. მიგвар ხართ. ძალიან დიდი მადლობა ეს ჩანსში მე მაქვს. მიგвар ხართ ჩემი ოჯახი, გუნდი და მეგობრები. ძალიან მიგвар ხართ. დიდი მადლობა. მე ვარ მარია გიორგოპიანი, მსახიობი და მარკეტერი 36 წელი. მე მინდა La Familias მარილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვაკეთებ ქათმის ბარკალს, ნივრის კონფიტს და წითელი ბულგარული. და ქათამი რა თქმა უნდა, ქუალიკ. აი სოზეთი დამავიწყდა. წავედი ნიუ-იორკში acting for films. მონაწილეობ ქალაქის თეატრის სპექტაკლებში, რეკლამებში, სერიალებში და ნერვიულობ. რამდენი წუთი? ვაიმე 30 წუთი. უკვე დავიწყებ შეწვას. ვიყენებ ბასოს ზეითუნისად შესაწვალად და ჯორჯიტას სუნელებს, რომელიც ძალიან აგემრიელებს ჩვენს ქათამს. კულინარიას ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ვარ ძალიან გურმანი. ეს არის დამწვარი, მაგრამ არ არის დამწვარი. აქ არის მთელი მეთოდი თუ როგორ ვაკეთებ ბულგარულის წიწაკს. ასევე ვარ კრიტიკული სხვისი საჭმელის მიმართ. თუხთუხებს, პრეზიდენტის კარაქის ზეიმია, ქათმის ზეიმია. იმედი ჩემი ზეიმიც არის რა. ეს გონი დამეწვა, არა უშავს. თუხთუხ. რამდენ ვაიმე ერთი თუხთუხ. ვაიმე ხა მე ვთუხთუხებ, მეც ექსევა. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა.
თქვენ გაქვთ 5 წუთი დრო, რომ გაგვეცნოთ და თქვენი კერძი დაასრულოთ. მე ვარ მარია, ვარ 36 წლის და ვარ მსახიობი. კულინარია ძალიან მიყვარს, ვერ ვიტყვი რომ პროფესიონალი ვარ, მაგრამ ვცდილობ რომ გავაუმჯობესო ყოველთვის როგორ შემიძლია. რას გვიმზადებთ? მე გიმზადებთ ქათმის კანგამოცილ ბარკალს. კანგამოცილ თუ ძვალგამოცილ? ბარკალს. ძალიან მინერვიულა. ბარკალ გამოცილ. ძვალგამოცილ ბარკალს. გადავს ნივრის კონფიტ და წითელი ბულგარული. აბა როგორი ქათამია? ძვალგამოცილ. კარგია. ამ წითელს რას ხედავთ თეფსზე? ბულგარულს, ალბათ. დამარინადებული მაქვს სპეციალურად და იმედია მოგეწონებათ ჩემი საყვარელი მეთოდი ბულგარულის გაკეთების. აჰა. სახლში ხშირად ამზადებთ? უფრო სინჯავ ხოლმე. მაგრამ ერთი ის არის, რომ ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც საინტერესო გემოები ავურიო და ვფიქრობ, რომ როგორც მსახიობობა არის ხელოვნება, ან კულინარიაც ხელოვნებაა. და ეგ რასას? ეს არის მარინადი ზეთის ლიმნის წვენით, მარილი, პილპილი, ნიორი, რაშიც ჰქონდა დამარინადებული წითელი ბულგარული და გადავწყვიტე რომ გამოვიყენო აქ. ხორცს გამოცლილი ძვალი. თუ როგორ იყო? უკვე აღარ ვიცი. ხორცს გამოცლილი? მინდოდა რომ კარგად მეთქვა, მაგრამ ამირია. ნახევარი წუთი. მართლა მე გავერთი აქ ლაპარაკში და თურმე ცოტა დრო დამჩენია. მე მგონი ბევრს აყრი თუ ან ხელის დააჩვენი. ეს არის რა ქვია? კანი. კანი ხო. ეხლავე. აბა ვნახოთ ვენახი. ой, ლამაზია. არ ვიცი, ვაცან. ეს თეთრი რა არის? ეს თეთრი არის ბერძნული იოგურტი ტაჰინის და სეზამის ოილთან ერთად, დაღერღილი წიწაკა, ლიმნის წვენი. ნაის. სამნერვიო. აიმე. არის ეჭება? გემრიელი არის. მართლა? ძალიან ცოცხალი და ძალიან ისეთი ნაზი გემო აქვს. რაღაც ესეთ მკვეთრ კონტრასტებს შემოვიტანდი პატარა ელემენტების სახით, მაგრამ კერძი საერთო ჯამში ძალიან კარგია. ფაქტურაც, გემოც, ლუკმის ტრიალიც, წარმატებები. ვაიმე, მადლობა. არ ველოდი. ნახოთ. აბა ვნახოთ ბულგარული. ისე აქ. არ ვაქე, რატო ვაქე? აბა რა ვიცი. აიმე, დავბუჟდი. რაცა ვარ ესა ვარ დარდი დაკონესა. ბულგარული კარგად არის მომზადებული. მე ძალიან მომწონს, რომ შეუნარჩუნე აი ეს ბუნებრივი გემო. არ დატვირთე ბევრი ნივრით. ძალიან ესეთ სიტყვაც აქვს. ქათამი კარგად არის მომზადებული, მართალია. საერთოდ ბარკლის ხორცის გამოშრობა საკმაოდ რთულია, ამიტომ, რა ვიცი, საკმაოდ მარტივი გამოსავალი მონახე. და გამოიყენე ბარკალი და არა მკერდი. ხო, მაგიტო. კი ბატონო. და ნუ იოგურტი ისეთია რა, მე მგონი ეგ არის ამ კერძის სარჩული. მართლა. ძირითადი დამსახურება. Cool. კარგია. Cool. მადლობა. მადლობა. რა ხდება?
მე მგონი გადახვედი შემდეგ ტურში. გადავედი? არა, მე მგონიო, გადახვედი. მაგრამ მე თუ ერთ კის გეტყვი, მე დაველოდოთ დანარჩენს. კარგი. ჩემგან გაქვს კი. ფიქრობ. აი მეც გეტყვი. აი, ჩემგანაც გაკი, შეგიძლია აიღო წინსაფარი. ამჯერა. გაქვს 3 კი და გელოდებით შემდეგ ტურში. მადლობა. Cool, thank you. დამჭირდება ფინოს მაგიდის კილოები და ხელსახოცი, ასევე დამჭირდება ნინჯას ფირმის ბლენდერები, დავაგემოვნებ სანდომის ვაფს და გასაგრილებლად ბორჯომსაც მივირთვე. მე ვარ მიხეილ ძიძიგური, ვარ 42 წლის, 20 წელი ვიმუშავე ავიაციაში, ვარ მოლაშქრე და მიყვარს გემრიელი საჭმელების კეთება. ამიტომაც დღეს მოვედი მასტერშეფში და ვამზადებ მეგრულ კერძებს, მე პირადად ვარ მეგრელი ვარ და მინდა რომ მეგრულ აფხაზური სინთეზი წარმოვადგინო დღეს. ამოვიღე სპეციალური ჭურჭელი, რომელთაც სამეგრელოში აკეთებენ ღომს ხოლმე, მეგრულად ჩუანს ეძახიან, რომელშიც ხარშავ ღომს. ელარჯი იქნება პიტნით და იქნება ასევე აფხაზური კერძი, რომელსაც აკუტაკ ჩაპა ქვია. ის აჭაბეს ფხალი იქნება სამი სახეობის. მეგრული სამზარეულო სანელებლების გარშე არ არსებობს, ამიტომ აქვს აგე ნაირსახეობა სანელებლების წამოღებული. ნინჯას ბლენდერში აჭაბესთვის ვაბლენდერებ მიგოს და ფხილს ერთად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეფერთ ჩემი კერძი მოეწონებათ და ჩაიკოკლოზინებენ პის. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. გამარჯობა, 5 წუთში ჩაეტიე კერძი დაასრულე, თან მოგვიყევი შენ თავზე და რისთვის მოხოდი ჩვენთან. მე ვარ მიხეილ ძიძიგური, ვარ 42 წლის, დაახლოებით 20 წელი ვიმუშავე ავიაციაში. ვიყავი ბორტგამცილებელი 6 წლის მანძილზე, ხოლო შემდგომში უკვე 12 წელი ვიმუშავე როგორც ავიამეთვალყურე. დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ, მე თვითონ შვეიცარიელი ვარ, მაგრამ წარმოშობით ვარ სამეგრელოდან, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემოგთავაზოთ პიტნიანი ელარჯი და ძრძ და ინგრედიენტებია ხმოვან. ასევე მინდა შემოგთავაზოთ, მინდოდა სამეგრელო და აფხაზეთი გამეერთიანებინა, იმიტომ რომ ეს ძრძც არის გარკვეულწილად სამურზაყანოური. და კიდე გავაკეთე კვერცხის ნაირსახეობა არის, აფხაზები აკეთებენ, აკუტაკ ჩაპა ქვია. დიდი ხანია ამზადებ? ბავშვობიდან ბებიას, ერთ ბებიას ვეხმარებოდი, მეორე ბებიას ვეხმარებოდი და ასე შემდეგ. კაი. ცოტა დიდი ქვავით გაგიგეთებია. რაც ეს ღომი ვზილე და ვზილე და გადადება იქ. მერე გავსინჯოთ. აი ეს უნდა დამატებოდა შიგნით. აი, ჩვენ ეს გადავიღოთ და ეგ დამატებული შიგნით მერე ქვავს წავიღებ და გეტყვი. ამას ეს მერე ეს საკმარისია გასასინჯოთ. ესენი ამათთან მივაყოლო? კი. ანუ ეს შეგიძლიათ რომ ეს სამი სხვადასხვა ტიპის соуსი არის. პირველი არის ძირძე соуსი, ანუ გამოვიყენე მაწონი და არაჟანი ორივე ერთად, ანუ მაქსიმალურად სქელი კონსისტენცია რომ მიმეღო. პირველი არის ანუ მიგზიანი გულსართი აქვს დამატებული, მეორე ვარიანტი კოწახური და მესამე კლასიკური ვარიანტი არის. და ღამე რა ხდება? აი პილოტი რას ხედავს? ყველა თვითფრინავს აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელშია შეყავს ეგრეთ წოდებული flight plan-ი, შეყავს მონაცემები და უკვე თვითფრინავს მართავს ავტომფრინავ, ავტოპილოტი ქვია, ავტომფრინავი. და უბრალოდ დღესდღეობით ფრინავებს უწევთ ხშირ შემთხვევაში 80%-ზე მაინც უბრალოდ იმის გაგრძელება, რომ ყველაფერი წესრიგია. გარდაბაგისაცა თუ მოხდა რაღაცა შეიძლება სახაში თუმცა ძალიან ბევრი ბუნებრივი მოვლენები ხდება, იმიტომ რომ არის ქარის
გიწევს ამ ყველაფრის კონტროლი. რამე ობიექტი შეგხვედრია რადარზე? უცნაური საიდუმლოა. არა, უცნაური არაფერი არ ყოფილა არასოდეს. ლევან. მე გირჩევთო თქვენც მოდით გასით. ანუ შეფასება გააკეთე უკვე. მე უკვე შეფასება გავაკეთე. ძალიან გემრიელია ყველაფერი. ლევან, გეხო. აგებრიელია. ქვაბი წამოგეღო მაშინ. და ჩოგნით გეჭამა. ჩოგნით. სანამ თქვენ ლაპარაკობდით, მე გავერთე. ლევან, გადაუარე ყველაფერს. არა, ყურე. კაი, ხუმრობს. ეს არის ამისი, ეს არის ამისი. და ისიც შეგიძლიათ თუ გინდათ ცოტა შებოლილი გემო გქონდეთ, შებოლილი ყველი უფრო საღამოზე წაგიდეთ. კაი დაბალანსებული გემოები გაქვს. აი ესეთი როგორიც უნდა იყოს. ესადე რომ ძალიან ცხარი არ გამომსვლო და არა უშ მე მივაყოლე აჯიკა არა უშ. საოცარი ამბავი ხდება აქ. მე არ ვიცი რა ხდება. სიტყვაზე გიჯერებთ აქ. ყველაფერი არის ძალიან კაი. უგემრიელის. რა ხდება ღრუბლებში? ღრუბლებში არის კარგი ამბები და ძალიან გემრიელა. ლიმონიც დავდე თქვენთვის მაინც თუ მიცობა და მჟავიანობა დააკლდა. ეს არის ანჩანის ყვავილი. რეისი ნომერი ესეთი მარშრუტი ზუგდიდი მასტერშეფი განგემრიელი დაფრინდა თუ გაფრინდა იქიდან დაფრინდა თან წარმატებულო ძალიან კარგი მე ძალიან მომეწონა ძალიან მიხარია ის რომ კარგი დაბალანსებული გემოები გაქვს ამიტომ ჩემგან კი გაქვს მადლობა ჩემგან გაქვს კი ჩემგან გაქვს სამჯერადი, ოთხჯერადი კი არ ვიცი, მაგრამ კი რო გაქვს, ამის გარდა გაქვს ოქროს წინ საფარი. ეს ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო კერძი, რომელიც კასტინგზე გავშეჭი. და გილოცავთ პირდაპირ 12-ში მოხვედრას. აბა, წარმატებული. აბა, გაიხარ, უნდა გვაფრინო რა. ვეცები რომ ასე გაჩი. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გაიხარო. მიხარია რომ მივიღე აქ მონაწილეობა და განსაკუთრებით მიხარია რომ პირდაპირ როგორც საფარი მივიღე რა ძალიან დაუჯერებდეთ და უღრმესი მადლობა ყველას კიდე. იზღომიგას. არა, არ გამიშენე. ის სხვა სხვა რასაც. ძალიან რაღაცეებით ამოზია. მართლა? ო, აი ყურე წვანილებით არის. კაი შებოლილი სულგუნი. კი. გამარჯობა, მე ვარ ილია კასინი, 33 წლის პროფესიით რესტორატორი. ავიღოთ ღვინო თერიანი ველის წინანდალი, რა თქმა უნდა. ჭირდება ჯორჯიტადან რიზოტო და ბასოს ზეითუნის ზეთი. დღეს გიმზადებთ არბორიოს ბრინჯით, ანუ რიზოტოს ბრინჯით, ზღვის პროდუქტების რიზოტოს. ჭირდება ჯორჯიტას სურნელი, რა თქმა უნდა, შავი პილპილი, მარცვალი. ჩემი ყველაზე მთავარი გატაცების წყარო ევროპული კერძებია. ეს კერძი აქამდე არასდროს არ მომიმზადებია, მხოლოდ ერთხელ შემხვდა რესტორანში და ის იყო ჩემი ინსპირაციის წყარო. რატომ არ გვეცადა სტუდიაში?
ვარ და ოჯახებული, მყავს 2 მცირეწლოვანი ბიჭი. სიყვარული ვარ ნერვიულობ. არა, როგორ გეკადრება? ჩათვალე საჭმელს გიკეთებ სახში. ერთ ისე ვერ გავს ინჯოთ, ღვინა თუ არ დავაგემოვნეთ, მარიამ. ვაკეთებ შესწავლებას გავმარჯოს და იმედია გახვალ შემდეგში. დარწმუნებული ვარ, ჩემი რიზოტო დღეს წინ საფარს მომაპოვებინებს. გამარჯობა, თქვენ გაქვთ 5 წუთი დრო, რომ კერძი დაამთავროთ და თქვენ შესახებ ცოტაოდე რამ გითხრათ. მე მქვია ილია კასინი, ვარ 33 წლის. მე დღეს გავაკეთებ რიზოტო, ცოტა კრევეტები და პატარა პარმეზანის ჩიფსები, ვნახოთ. რა პროფესიის ხარ? სასტუმრო მენეჯმენტი და რესტორატორი, მაქვს ასევე საკუთარი რესტორნების ქსელი, აზიური რესტორნების ქსელი და ეს თბილისში? კი ბატონო. ეს პროფესია უბრალოდ როგორც ჰობი და გართობაა ჩემთვის. ნახოთ, რამდენად მოახერხებ პროფესიულ დონეზე წარდგენას. ნახოთ. საიდან ხარ წარმოშობით? ქართველი ვარ. გვარი არ გაქვს. მე ქართული გვარი არა, რაღაც იტალიურ გაფრანგულებული ვარიანტია, მაგრამ წარმოშობით ქართველი ვარ, იმერელი კაცი ვარ. 3 2 საუს ბოლო შტრიხი. ხელები მაღლა. არ გეჩქარება? ჩქარეთ. მოპატიებ. ვერ. დრო არ გაპატიებს. ვერ მაინტერესებს რიზოტო. რიზოტოს აკლია რაღაცა. აგრო წყალს ამატებ. დანარჩენიც უნდა მიაყოლო. კი ბატონო. რა, იქ მარილი, იქ ყველი, იმიტომ რომ წყლის დამატების მერე გემოს უკარს. კი. თორდა ოდნა ზედმეტადაც არის მოხარშული. იდეა ცუდი არა. ბატონო. აჰა. ხიზევალ დაგვიმალე? რო არ ახსენე? соусიც იყო ცოტა, აი ცოტა მეტი რო დაგეს, შეიძლება იმ соус ქონოდა ის მარილის ის და ცოტა კიდე. კი. პირველად მივირთმევ რიზოტოს დანეთ. რიზოტო ეს თლიანი კრევეტებით ჯერ არ მიჩამე. ჩაიფიქრე. სიამოვნებით მეორედ მივირთმევდი რიზოტოს დანაჩანგლით. ეს იდეაში რიზოტოს კონცეფცია არ არის, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ არის კრევეტები რიზოტოს გარნირით. რატომაც არა, მე მომწონს. ამ ზერისთვის ცალკე მოვემზადე. იმედია ვარ გერამეთ. რიზოტოს ხო ის ბრინჯი კი უნდა იყოს ცალ-ცალკე, მაგრამ უნდა იყოს ესეთი ბლანტი соуსი მანში, რომ ესენი ერთად შეკრას და ჭამის დროს ეს ბრინჯები არ დაგეშალოს. კრემეტი კარგია. და ეს ხრაშულის ელემენტებიც მომწონს. ხიზილალა ფაქტიურად დაიკარგა შიგნით. მოკლედ მე ამას არ შევაფასებ როგორც რიზოტოს, არამედ შევაფასებ როგორც კრევეტებს რიზოტოს გარნირით. და ამისთვის გეუბნები ძალიან ისეთ კიცე კის. მეც ვეტყვი კის კი ბატონო. მეც მოგცემ ერთ შანსს და გეტყვი კის. თქვენ გაქვთ სამი, აიღეთ სიმსახარი და მოემზადე შემდეგი დღეს. მადლობა.
ახლა ვერ გამასაზრდეს. კაიო. კაია, მიხარი. მე ვარ თამარ გუდავა, კულტურის მენეჯერი ბათუმიდან. მე კერძისთვის დამჭირდება პრეზიდენტის კარაქი და სანებოს ძალიან გემრიელი სულგუნი. ვარ ბათუმელი, დავიბადე აჭარაში, მაგრამ ვარ სამეგრელოდან. აი, ჩემს მაგიდასთან ახავთ ყველაზე მეტი რაოდენობის ხის, კოუზებს, ქვასანახს, იმიტომ რომ ვაკეთებ ტრადიციულ აჭარულ ქობულეთურ კერძს. იახნის ბები ამბობდა, რომ დანაყულს ყოველთვის სხვა გემო და სურნელი აქვს, იმიტომ რომ ისრისება. ნახეთ, როგორი თეთრი ღომი მაქვს. თუ გაქვს სწორი რეცეპტორები, აუცილებლად მიაგნებ იმ გემოს, რომელიც მოგწონს. მოგესალმებით. მოგესალმებით. მე ვარ ბათუმელი. თამარ გუდავა, 44 წლის კულტურის მენეჯერი პროფესიით, მაგრამ მოყვარული ზარეული მეგობრების ვერსიით ოღონ. ეს ღომია? ეს არის ღომი. მე წარმოშობით მეგრელი ვარ, ბათუმში დაბადებული, აჭარაში და ამიტომ გავაკეთე ესეთი რაღაც მიქსი მეგრული ღომის და აჭარული კონკრეტულად ქობულეთური იახნის. იახნის, კი ბატონო. არც ერთი ჩემი ღონისძიების მომზადება ესე არ განვიცდია, მართალი რო გითხრათ. მგონი ხმაზეც მეტყობა. ნუ იმედია ეს ღონისძიება კარგად ჩაევლეს, წარმატებული. მადლობა. ცოტა სწრაფად. გემრიელია. ნამდვილად კარგად არის ის გემოებით, შეზავებაც. ეტყობა, რომ ძალიან ბევრჯერ გაქვს აკეთებული და ხშირად აკეთებ, იმიტომ რომ მართლა ეს ყველა გემო ისე კარგად გადანაწილებულია და ისე კარგად ზის თავის გემოებში, რომ ძალიან გემრიელია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გემრიელი არის. უბრალოდ ტექნიკურად, ანუ ცოტა ესეთი მოაჭრილო ფაქტურა არის. და ამ შემთხვევაში ცალკე ანუ ხორცის გარეშე წვენი ამომაგ ხოლმე თუ ასეთ სტრუქტურას იღებ და მერე რამოდენიმე ხანი ცოტა უნდა დაატრიალოს ბლენდერი, რომ ის მერე ჩაუშვა უკან და გიკრავს აი ამ მასას და გრჩება გრანულაც და გრჩება ის გარდამავალი შუამავალი პასტები. ძალიან გემრიელია, მადლობა. დიდი მადლობა. ჭამოყვარებია. უფრო კეთება. ხო, მაგრამ ჭამა რო არ გიყვარდეს, ესე გემოს ვერ დასვა. ჩავთვალოთ, რომ თქვენ გააკეთეთ სარესტორნო ვერსია, და ნამდვილი იახნი, ძვლიანი ხორცით უნდა იყოს აუცილებლად, კაი ნახარშით, კარგია, გემრიელია, სწორი გემოები აქვს რა. მადლობა. არ აქვს რაღაც ის წინ წამოსული გემო, ძალიან ისეთ კარგი დაბალანსებული გემოები აქვს. დიდი მადლობა. მეგრელებს სულ სხვა ხელი გაქვთ მაინც. მე გეტყვით ის. მეც კი გეტყვით, რა თქმა უნდა, გემრიელია ძალიან. მადლობა. სამი კი გაქვთ, წინ საფარი თქვენია და შევხვდებით შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე. მადლობა შეგიძლია აიღოთ და მოირგოთ წინ საფარი და მადლობა. წარმატებები. მადლობა.
გამარჯობა, მე ვარ გიგი მამაცაშვილი, ვარ ტრენერი, ბოდიბილდერი. კერძით გამოვიყენებ Qualicos Cut-Arms. ჩემი სფეროდან გამომდინარე ვამზადებ ჯანსაღ პროდუქტს. აქედან ამოვიღებ 2 ფილეს. მინდა გამოვსწრებო ისმითი, რომ ჯანსაღება არის უგემური და დღეს მოვამზადებ ფილეს, ბრინჯით, ბანანით. გამოვიყენებ ჯორჯიტას სუნელებს, კურკუმა აუცილებლად მჭირდება, რომ მივიღო ოქროსფერი ფილეში. სანდომის ნეგით შევანირავ ტყუები. ბრინჯი არის, კარტოფილი არის, ყველაფერი არის. გამარჯობა, თქვენ გაქვთ 5 წუთი დრო, რომ თქვენი თავი და კერძი წარმოგვიდგინოთ. გამარჯობა, მე ვარ გიგი მამაცაშვილი, პროფესიით ვარ ტრენერი, ასევე პროფესიონალი ბოდიბილდერი. 9 წელია რაც ფიტნესში მოვაწეობ. შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ ჯანსაღი კვება არის ჩემი წამყვანი, ასე რომ მოვედი ჯანსაღი კერძით. ეს იქნება ბრინჯი, ფილეთი და მცირედ კარამელიზებული. ანუ დიეტაზე ვარ? ნუ უბრალოდ მინდა წარმოვაჩინო, რომ ჯანსაღი კვება არ არის უგემური, არის გემრიელი და შეიძლება რომ გავხადოთ ბევრად მრავალფეროვანი. გააჩნია ჯანსაღ კვებასა, ჩემთვის ჯანსაღი კვება არის კაი სტეიკის ნაჭერი, თავის ბოსტნეულით, თავის соусით. ეგაც შეიძლება. მაგრამ გააჩნია ჩვენი მიზანი რა არის? ჩვენი მიზანი არის გემრიელად ჭამა და ჯანსაღი ცხოვრება. თავარი იდეა მაინც არის ის, რომ ხალხს არ ეგონოს ჯანსაღი კვება არის რთული. რთულია ამის გაკეთება. თორე კვება კი არ არის რთული. რთული გაკეთება მომზადება არის. მომზადებაზეც არ არის. ამას დრო უნდა, საათობრივად უნდა ეკვებო, ის საქმე, ეს საქმე და ამ ქართველებს ხან ქაბაბის ჭამა გვიწევს, ხან იმის, ხან ამის, სადაც რა შეგვხდება და ამ ბოდიბილდერობაზე რამე შეჯიბზე კონკურსზე გადიხარ ხოლმე. ეხლა იყო აგვისტოში, 31 აგვისტოს რუმინეთში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატი მისტერ ოლიმპია ქვია, სადაც პირველი ადგილი ავიღე. ვა. რამდენჯერ უნდა იკვებო დღეში? რამდენჯერ შეგიძლია, მე ასე ვიტყოდი. თავარია რა სჭამს? ჩვენს შეგვიძლია. ხო, ანუ შეიძლება ვიღაცას დროის გამო 2ჯერ შეეძლოს. მე მაგალითად დღეში 6-ჯერ 7ჯერ ვკვებები. ანუ ჭამის გარდა არაფერს არ აკეთებ? აი არის რომ თან მუშაობ და თან ამ ყველაფერს ერთმანეთს უთავსებ. აი თან ბანანს ჭამ, თან შტანგას. საერთოდ ესენი უფრო ბევრს ჭამენ, ვიდრე ჩვენ ხო. ჩვენ ხო სამზარეულოში ვართ, მაგრამ მე სახლში ვჭამ ხოლმე, შეიძლება დღეში ერთხელ ვჭამ. უნდა დავხედო სანამ დაშლის. ეს დესერტისთვის უფრო კარგია. აჩვენს ფილე კარგად აქვს მომზადებული. არ არის მშრალი? ნუ აი ძალიან მშრალი არ არის, ნორმალური. არ ველოდები. соуსი კარგია ოღონდ. ალბათ ჩემთვის ამისთვის არა. აი ბრინჯთან შეიძლება, აი ცოტა ბრინჯთან კარგია, იმიტომ რომ ქიშმიშების რო ხო. დარიჩი ფიქრობ ძალიან კარგი ელემენტია. აი გასინჯე აბა. ნახოთ. ამ ქათამს ასე წვრილად უდაჭით, თბილფლავს, მართლა თბილი ფლავი, დესერტია, ხორცით. ეთყობა ესეთ კვებას მიჩვეული ხარ და შენ გეგემრიელება. ჩემთვის გემრიელი ვარ. ეგეც არის. მე ხა არ გამახსენდება რომ ეგ გავიკეთო და ვჭამო, ხა შანსი არ არის. დესერტი ხორცით. საჩურის ქათმის დესერტი აქ არავის არ გავუკეთე. მე ფილეს უფრო სხელს გავაკეთებ. უფრო სხელს და უფრო წვნიანი იქნება. მე ცოტა ცხიმი მაკლია ამ ბრინჯში. არაჩვეულებრივი ბანანი სადესერტო, ოღონდ მართლა, მაგრამ კერძი როგორც ესეთი ვერ შეიკრა. მადლობა. ესეთ გადაცემაში რომ მოდიხარ, ეგეთი რაღაცები უნდა დაივიწყო შენ რა სჭამ. კი. ანუ ჩვენ გვინდა სრულყოფილი კერძი, სრულყოფილი ყველაფერი. აი ხა მარტო კლავები რო განივითარო და მეტი არაფერი, აი ეგეთი რაღაცა გამოვიდა რა, ანუ მიხვდი?
ანუ სრულყოფილი არ არის ჩვენთვის, ამ გადაცემისთვის, ამ ჭამელი ხალხი. შეჯიბრისთვის, ამ ჭამაყლაპის ასე თქვა. ჩვენი MasterChef-ისთვის ცოტა გემრიელი არა. მაგიტომ მე გეტყვი არას, იმიტომ რომ შემდეგში რომ მოხვალ, მინდა რომ ჩვენთვის მოხვიდე, ანუ ამ შოუსთვის მოხვიდე. კი ბატონო. ეს რომ შენ დესერტად გარდაგექმნა და მართლა ძალიან გემრიელი соуსია და მართლა ეს ბრინჯით, სამდარიჩინთან და ბანანთან ერთად ძალიან კარგია, ესე ცალკე აღებული. უბრალოდ კომბინაციაში ქათამთან ერთად არაფერ შუაში არ არის. ამიტომ მე გეტყვი არას. შენ გაქვს 3 არა და ვერ გადახვედი შემდეგ ეტაპზე. მადლობა დიდი. მე სხვა შორის შემდეგ გლობალურ წელსაც გელოდე. ალბათ კარგად მოემზადე. გაიხარე. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ლანა ჯინჭარაძე, ბათუმიდან. დღეს მოვამზადე კრევეტების რავიოლი ბოსტნეული соусით. ახედავ სისქია? თან უმია. მირჩევია მიწა გასკდეს. მოკლედ, ისეთი შეცდომებია, რომ მე არა უნდა გითხრა რა. კერძი არ შედგა და ჩემგან გაქვს არა. ანუ ორი არა გაქვს და ვერაფრით ვეღარ დაგეხმარებით. მადლობა მოსვლისთვის. მადლობა. დიდი მადლობა. მე ვარ ალექსანდრე, 22 წლის. დღეს გიმზადებ გამომცხვარ ბადრიჯანს ქათამთან და ბოსტნეულთან ერთად. არც ალთას, არც ბალთას. მადლობთ. სამწუხაროდ არა უნდა. იგივე უნდა გითხრა მეც. თქვენ გაქვთ 3 არა და სამწუხაროდ ვერ გადახვედით შემდეგ. გამარჯობა, მე ვარ ნუცა, 25 წლის. პასტა არის კრევეტების და გოგრის соусით. ამ კერძში ნიორი დარბის. ნიორი? აი დამწვარი ნიორი. მე გეტყვი არას. იცი, მოდი მე გეტყვი კის, რატო იცი? მე ვფიქრობ, რომ შენ რო დროს აჯობებ და ყველაფერი დაალაგდება, გემრიელი ხელი გაქვს. მადლობა ძალიან. მე ძალიან მწუხვარ, მაგრამ მე უნდა გითხრა არა. შენ გაქვს 2 არა და 1 კი და შენ ვერ გადახვედი შემდეგ. მადლობა. მადლობა. და წარმატებები. გახვალდის. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ ბარბარე ამირბარი. კერძი არის ქათმის რულეტი. ქათამს ხო არ აკალი. წითელი. უმია. არ ვიცი, ჩემთვის გულსართი იყო მარტო კარგი და ამისთვის ის მე ნამდვილად ვერ გეტყვი. არა. ჩემგანაც გაქვს არა. თქვენ გაქვთ 2 არა, მესამეც ჩემი მიემატება და მადლობას გეტყვით, რომ აქ მოხვედით. მადლობა. წარმატებები. გამარჯობათ, მე ვარ გაზაბონა მარიამი. ვარ 31 წლის. ეხლა ცოტა ნერვიულობა რომ მოვიხსნა, უნდა დავლიო ცოტა ღვინო. ვაუ, მე ვარ ქართველი, ვცხოვრობ იტალიაში, ბავშვობიდან იქ გავიზარდე. 2 წელიწად ნახევარია, რაც გავხსენთ ჩემი თევზის რესტორანი. გვაქვს 3 ჩვენი სათევზაო გემი. ყველაფერს, რასაც ვამზადებთ რესტორანში, ჩვენი ნათევზავებია. ვერისთვის შემოდის და ჩემი. ეს მოკრიტიკებს და რის შემოყავდა. ვაიმე არ შემიძლია. გავუშვით. მომეცე გამოიჩინე შენი მჯერა. არ ვიცი დედი შენ უფრო მაშინი ვერ. რა გაშინებს? აუ უმეჩხუბება, ესე იგი არ თვითონაც ძალიან ისეთი ხარ არა მე ვაკეთებ ყველაფერს კარგად. რა არ გამოიტანეთ საფარი მოკლა. ეს მართლა მოკლას გავიწევ უმრობდა. ხვალ მოვალი ვითო დაფინგალებული და ჩემის რა უშავს. დედი კარგი ხა დამონებეთ ხათი. მამბონე. ხარ დაგეხმარა 1 საათი გავიდა. გაჩუმდი. ვაი მე რისთვის მოგიყვანეთ პროსტა ნეტა ვაფშე. ვიყენებთ ფინოს პლასტიკს.
ვაიმე 14 წუთი დამრჩა და ვაფშე არა ვარ მზად. ნეტა არ გავგეშდე ახლა ნერვიულობით. უკვე დავდაბიძავდე რა გავაკეთო. გინდა გასულო? არა. ცოტა აუჩქარე რომ კაი, მზად უნდა ქონდეს. გეხოწები გადი იქით. შიგნით ამზადე? ვაიმე გადი იქით. ვაიმე ხმერთ. მე დედა ჩემს უფრო მეშინია ვიდრე შეფების. ეხა იქ დგას და ისეთი მიყურებს, ისეთი წარებით მიყურებს. ვაიმე ღმერთო არ შემიძლია. გამიცუდათ რომ მითხრან ტრიელს დავიწყებ. გამარჯობათ. გამარჯობა. თქვენ გაქვთ 20 წუთი დრო, რომ კერძი დაამთავროთ და თქვენ შესახებ ცოტავდე რამ გითხრათ. კი ბატონო. ესე იგი მე ვარ მარია კაზაბონა, იტალიიდან. ქართველი ვარ, კი, საქართველოში დაბადებული, იტალიაში გაზრდილი. 31 წლის და ყველაფერი რაც ეხლა მოვამზადე, მარილი, ზეთი, თევზი, ყველაფერი ჩამოვიტანე იტალიიდან. ნორიც? ნორიც კი. ხახვიც? ხახვიც. რატო? არ ვიცი. არ ვიცი, აი ყველაფერი ჩამოვიტანე იტალიიდან. ძალიან ცუდი შეხედულება გაქვს შენ საქართველოზე. რატო? რა ვიცი, ხახვიც გვაქვს, მარილიც გვაქვს, ზეთიც გვაქვს. არა, იცი რატო, ანუ ძალიან დიდი ხანია რაც ვაკეთებდი, ანუ ექსპერიმენტებს ვაკეთებდი ამ კერძზე და ცოტა ანუ მეშინოდა რა და ზუსტად ანუ ეგ მოხდა ეხლა რომ მე ზოგადად ამას ვაკეთებ ვაპორის ღუმელში. ორთქლის. ღუმელი ვერ ჩამოვიტანე? აი, ეგ ვიფიქრე სხვა ბარე მეგეს ჩამოგიაღო. ხო. დავშვა ძალიან მოგვეწონა გადავირიეთ. მერე რა ხდება? სულ იტალიიდან არა. ანუ ეხა ძალიან ნერვიულობ და რაღაც ცუდი არ მითხრა. ცუდი არაფერი არ მითხრა, მე მართლა ძალიან ნერვიულობ. ლაიმიც იტალიურია? ლაიმე არა, ლაიმე. აი გაგიფუჭა კერძი. აი რა საქმეანო? მოგვიყევი შენ შესახებ. თევზის რესტორანი მაქვს ლივორნოში, მანდ ვცხოვრობ. გავიარე კულინარიული სკოლა. ზოგადად დედაჩემია ეს მზარეული, მაგრამ რა ვიცი, ეს ძალიან დიდი ის შემომივიდა, რა ქვია, სურვილი რომ ესწავლა მეც. რატო ამზადებ ამ კერძს? მოზაიკა ჩემთვის არის ძალიან ლამაზი. ანუ თევზის მოზაიკოს გულისხმობ? კი. და соуსი რა აქვს? როცა გავაკეთე ფილეტო თევზის, ანუ რაც დამრჩა და არ ვიხმარე, ჩავყარე ანუ ქვაფში, ცოტა თეთრი ხახვით და პანათი. Վերապրես ռոբեր վիկեպ լավք։ Տաներ լավ։ კერძი მომეწონა. თვითონ ტექნიკა, რომელიც გამოიყენე ამ კერძში, არის კარგი. ანუ მოზაიკოს ტექნიკა. გემო თევზს ჰქონდა ნატურალური, რაც მე ძალიან მომწონს. ანუ ბუნებრივი გემო უნდა ჰქონდეს. იგრძნობოდა იტალიის ზღვის თევზის გემო. ნამდვილად. ძალიან კაი კერძია, ხოჩაღი გოგო ხარ და ჩემგან გაქვს კი. Ciao Bella. Grazie. მომწონს ასეთი მინიმალიზმი და ასეთი ჭყალებში გამჭირვალობა, ხო? თევზი კარგად იყო მომზადებული, соуსი ძალიან ნაზი და ესეთი სახასიათოა. ერთადერთი ცოტა რამოდენიმე წვეთ ლაიმს დაუმატებდი, რომ ის რაღაცა ექშენი კიდევ მოეცა. მადლობა, მე გეტყვი კის. მადლობა. ორი კი გაქვს, წესით წინსაფარი გეკუთვნის.
ძალიან კარგი დახვეწილი კერძი იყო, ვიზუალურად ლამაზი იყო, ტექნიკურად კარგი შესრულებული იყო და გარდა ამისა, მე პირადად ესეთი კარგი, ლამაზი, ასე ვთქვათ, კარგი ტექნიკით შესრულებული მინიმალიზმით და ესეთი ლამაზი ვიზუალით ჩემთვის დღემდე არც ერთი კერძი არ ყოფილა. ამიტომ მე არ გეუნები კის. კის არ გეტყვი. რა იყო? აი ოქრო უნდა მოიწ. და პირდაპირ 12 ეული. წარმატებები და გელოდები 12 ეული. მადლობა დიდი. წარმატებები. მადლობა. გადაცემის გენერალური სპონსორია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. მეტროპოლი. სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. MasterChef-ის სპონსორია Qualico. ქათმის პროდუქტების ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე. MasterChef-ის სპონსორია მინერალური წყალი ბორჯომი. გახსენი, ისიამოვნე, შეიგრძენი სიმსუბუქე. MasterChef-ის სპონსორია Ninja. Ninja, მიიღებეთ. MasterChef-ის სპონსორია Selpaki. გადაცემის სპონსორია პრეზიდენტი სლავნე. პრეზიდენტი, როცა სიამოვნება მნიშვნელოვანია. გადაცემის სპონსორია Pino. Pino, როცა სახლში სიმყუდროვეა. MasterChef-ის სპონსორია La Familia. La Familia, როცა შედეგი მოულთინს აჯანყებს. გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია Sandomi. MasterChef-ის სპონსორია სუპერმარკეტების ქსელი ჯორჯიტა. ჯორჯიტა, ხარისხიანი არჩევანი. MasterChef-ის სპონსორია Basso. ბედნიერება Basso-თ იწყება. გადაცემის სპონსორია პრეზიდენტი სლავნე. პრეზიდენტი, როცა სიამოვნება მნიშვნელოვანია. გადაცემის სპონსორია Pino. Pino, როცა სახლში სიმყუდროვეა. MasterChef-ის სპონსორია La Familia. La Familia, როცა შედეგი მოულთინს აჯანყებს. გადაცემის სპონსორია საკონდიტრო კომპანია Sandomi. MasterChef-ის სპონსორია სუპერმარკეტების ქსელი ჯორჯიტა. ჯორჯიტა, ხარისხიანი არჩევანი. MasterChef-ის სპონსორია Basso. ბედნიერება Basso-თ იწყება. MasterChef-ის სპონსორია Selpaki. MasterChef-ის სპონსორია Ninja. Ninja, მიიღებეთ. MasterChef-ის სპონსორია მინერალური წყალი ბორჯომი. გახსენი, ისიამოვნე, შეიგრძენი სიმსუბუქე. MasterChef-ის სპონსორია Qualico. ქათმის პროდუქტების ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე. გადაცემის გენერალური სპონსორია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. მეტროპოლი. სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. პირველი არხი წარმოგიდგენთ. მეგა შოუ
MasterChef-ი. ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ შემოვხედე ერთი ვის გვინდა ფიტნეს. ჩვენ გვინდა გებრიელი ჭამა. კასტინგის დასკვნითი დღე. დაიწვა ტაფა. გასქურა გამორთი. მხოლოდ 20 წუთი. წინ საფრის მოსაპოვებლად. 12-ში მოსახვედრად თქვენ უნდა მოამზადოთ ხელნაკეთი პასტა. შეფების მთავარი თავსატეხი. ვინ დარჩება პროექტში? წუხარებას და სიხარულს გახსნილად ვაცხადებ. საუკეთესო ბევრია. კუთვნილ ადგილს 12-ში დაიკავებს. რჩეული მხოლოდ 12. რომელმაც სწორედ გამოიყენა მიცემული შანსი. კვირას 22 საათზე. ხეხათ MasterChef-ის ახალი მე-12 სეზონის 12 რჩეული. ეს MasterChef-ია. აქ გემოვნება იმართვებს. მარილი საჭიროა ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც გემოვებს ხსნის. გადაცემის გენერალური სპონსორი. დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. MasterChef-ის გამარჯვებულს გადასცემს მთავარ პრიზს. ბინას. მეტროპოლი. სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. MasterChef-ის სპონსორია Qualico. ქათმის პროდუქტების ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე. MasterChef-ის სპონსორია მინერალური წყალი ბორჯომი. გახსენი, ისიამოვნე, შეიგრძენი სიმსუბუქე. MasterChef-ის სპონსორია Ninja. Ninja, მიიღე მეტი. MasterChef-ის სპონსორია Selbagi. გადაცემის სპონსორია Sante. Sante, რძის პროდუქტების კომპანია საქართველოში 25 წელზე მეტი გამოცდილებით. გადაცემის სპონსორია პრეზიდენტი, ფრანგული ბრენდი ყველის, კარაქისა და ნაღების წარმოებაში. პრეზიდენტი, როცა სიამოვნება მნიშვნელოვანია. Pino, უკრაინული საყოფაცხოვრებო პროდუქცია. დიასახლისების არჩევანი Pino, როცა სახლში სიმყუდროვია. MasterChef-ის სპონსორია La Familia. La Familia, როცა შედეგი მოლოდინს აჭარბებს. MasterChef-ის სპონსორია საკონდიტრო კომპანია Sandomi. ქართული წარმოება, ევროპული ტექნოლოგია. MasterChef-ის სპონსორია სუპერმარკეტების ქსელი Georgita. Georgita, ხარისხიანი არჩევანი. MasterChef-ის სპონსორია Proshi. ჩემი ეკოლოგიური არჩევანი. გადაცემის სპონსორია მეღვინეობა თელიანი ველი. საერთაშორისო კონკურსებზე აღიარებული ქართული ღვინო.